მართლმადიდებულ ტრადიციაში პირველი აგვისტო ძველი და ახლით 14 აგვისტო აღინიშნება როგორც თაფლის მაცხოვრის დღეთ. მოკლედ შემოძვირფასება ამ დღეს მეორე ნაირად მაკოვეის დღესაც ეძახიან და ის არის პატიოსანი ძვირფასი ჯვრის წარმოშობას დაკავშირებული. მოკლედ ასე ამ დღეს ეკლესიაში მიაქვთ და აკურთხებენ თაფლს, ბალახებს, წყალს და კიდე ისეთ რაღაცებს, რაც ასე ვთქვათ, დაკავშირებულია ბუნებასთან. მაგალითად, ყვავილები. ეს არის ძალიან ძველი ტრადიცია, რომელიც წინაპრებიდან მოდიოდა, ვიღაცას შემორჩა და ახსოვს, ვიღაცამ დაივიწყა. მოკლედ ასე, რასაკვირველია უკვე დავიწყეთ ეს წინსართი, შემდეგ გავაგრძელოთ მთავარი, რა შეიძლება მოხდეს ამ დღეს. მოკლედ, რადგანაც აქ ხსენებულია თაფლის მაცხოვრის დღე, ესე იგი თაფლი იქნება მთავარი მოქმედი გმირი, რომელიც სიმბოლიზირებას აკეთებს ტკბილ ცხოვრებასთან, უზრუნველთ კეთილდღეობასთან და ბევრ ოჯახურ სიკეთეებთან. ხო და ხვალ, დღეს ამიტომ ვწერ არის 13 აგვისტო, 14 აგვისტოს თაფლით სავსე კილას, რომელსაც მოიმარაგებთ აუცილებლად, მოკიდეთ ორივე ხელი და დაურთეთ ის ტექსტი შელოცვაში, რომელსაც აუცილებლად ვიდეოს ანოტაციაში მოვათავსებთ. აქ მე ბევრი რომ არ გადაგღალოთ, ჯობია ესე გავაკეთოთ. მოკლედ ვიღებთ სამჯერ ბეჭურჭულებით იმ ლოცვას, რასაც უკვე გითხარით, სად იქნება ადგილი ჩემს ვიდეოში. გარდა ამისა, ვიღებთ ერთ კოვს, ვისაც რასაკვირველი არ გაქვთ ალერგია თაფლზე, ესეთებიც ვიცი რომ არიან და ნიშნად სიმბოლოსა შეჭამთ ამ ყველაფერს და მერე ამ დღეს ნაკურთხე ეს თაფლი ადექით ამ მთელი წლის განმავლობაში რა ფორმითაც გინდათ ისე გამოიყენეთ, გინდა პატარებს ეჭამეთ, გინდა ნამცხრები დააწყვეთ, გინდა კარაქიან პურზე გადაუსევით, ჩათვალეთ რომ ეს ჩვენი ძვირფასი თაფლი თაფლის მაცხოვრის დღეს 14 აგვისტოს არის დამღდული. ეხლა დიდი სიამოვნებით წარვადგენ იმ სამეულს, სიას, რისი გაკეთებაც შემოძვირფასო ადამიანებო კატეგორიულად გეგზელებათ, თორე თქვენსკენ გზას დაკარგავს წარმატება, ასევე ჯანმრთელობაც მოგისუსტება თუ ამბობენ და ფინანსური დანაკარგებიც თავს ამოყობს არასასურველ ადგილზე. მაშასე ვიწყებთ. კიდე ერთხელ ხაზგასმით გითხარით, რისი გაკეთება შეგიძლიათ კიდე გავიმეოროთ, ეს არის წყლის კურთხევა, ეს არის ყვავილების, ბალახების, თაფლის დანარჩენები, ასე ვთქვათ, ეს აღზევეთ, ეს დააყენეთ პირველად გზაზე, შეგიძლიათ ბუნების შედევრები, ბალახები მოიმარაგოთ, თუ ვინც სოფლად ბრძანდებით, ეხლა დიდია თქვენ შორის რაოდენობა, ვინც ბუნებასთან ახლოს არის, სამკურნალო ბალახები, რასაკვირველია და არასარეველები, ბუნების შედევრები მეორე, ეს არის მინდვრის ყვავილები, თუ არა მინდვრის ყვავილები, ნიშნულობა არ აქვს, თაფლზე უკვე გითხარით. ეხლა გადავიდეთ რა არ შეიძლება, რაც კატეგორიულად გეგრძელება. არავის, ვინც არ უნდა გაგაბრაზოთ, დაიმახსოვრეთ კარგად, არ უთხრათ ამის სიტყვა. არავისზე არ გაბრაზოთ, თორემ იცოდეთ, ეს ნეგატივი ბუმერანგის პრინციპს აერჩევს და უკან დაგიბრუნდებათ. მეორე, აუცილებლად გასაგონი შემოკარგებო, არ დაგეზაროთ და ვინც თქვენთან მოვა და გთხოვთ დახმარებას, იმა გაოცდეთ სადმე და სად ამ ტიპის დახმარება, ან რა, ასე ვთქვათ, სინდისმა მოიყვანა ჩემთან, ან რა შუაში ვარ მე, მას ხო ჩემზე მეტი ახლობლები და ჩემზე მდიდარი ადამიანები გარსახვევია, დაანებეთ აი ამ მორჭოფობას თავი, დაანებეთ აი ამ უცნაურ წარმოდგენებს თავი და თუ შეგეძლებათ ეს ადამიანი, ვინც ამ დღეს თქვენთვის დახმარებასთვის გეწვევათ, არ გაუშვათ ყურადღების გარეშე. რაღაც ტიპის დახმარება მაინც გაუწიეთ. და მთავარი მესამე პუნქტი ამ დღეს 14 აგვისტოს არავითარ შემთხვევაში არ იწოწუნოთ. არ ილაპარაკოთ პრობლემებზე, უბულობაზე, უსიყვარულობაზე, ყველაფერი რაც გაწუხებთ, გახჩობთ და ცუდ ხასიათზე გაყენეთ. მოკლედ მთელი დღე თაფლივით ტკბილი მინდა იყოს, მინდა ხალისი შემოიტანოთ, მინდა ბუნებასთან ახლოთ იყოს და რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ამბები გავუკეთეთ ერთმანეთს.
ეს დღე ითვლება წარსულის გაწმენდით, მზის დაბნელების დროს ჩვენის უკვე გავაკეთეთ და ახალი დაგეგმარების, ახალი დოლჩე ვიტას, ასე ვთქვათ, ფუძე ჩასაყრელ დღეთ ტკბილი ცხოვრების სტარტად წარმოვიდგინოთ და დავაპროგრამოთ საკუთარი თავი. მოკლედ ასე, ენერგოგაცვლა გჭირდება, იმიტომ რომ ამ სწავლებებს აქვს ერთი დიდი და დაურღვეველი წესი, მე თქვენთვის მომაქვს ეს ინფორმაცია, თან ამას სიხარულით და სიყვარულით ვაკეთებ, თქვენ ამას იღებთ ასევე სიყვარულით და მადლიერებით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაცნობთ. ანუ გავუკეთებთ ტირაჟირებას. სხვა დახმარებისათვის რას აკეთებთ? თეას მოძებნით და თეას დახმარებას რასაკვირველია მოსთხოვთ. ეს იქნება ტაროტო კონსულტაცია თუ სხვა ტიპის ეზოთერული ხელგამოწოდებულობა. ახაც აყალიბ თქვენ. მოკლედ ძალიან მიყვარხართ კომენტარებში ვწერთ თაფლი ჩემს ცხოვრებას ატკბობს. აბა ვისკინდათ ტკბილი, უდარდელი და ჰარმონიაში ყოფი არსებობა. არსებობა არა, სიცოცხლე, ცხოვრება, არსებობა ცოტა ისეთი არის, რაც ცოტა დაბალ გონს შეესაბამება და არა ჩვენ ადამიანებს. ხო და შევუწყოთ ხელი ერთმანეთს და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს. აბა წავედი და დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, რას გააკეთებ და როცა გააკეთებ და მიწერეთ კომენტარებში.